კულინარია, საინტერესო ფაქტები, რეცეპტები, ბლოგები, სტუმრები, კულტურა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, სიახლეები, დებიუტები და კარგად ნაცნობი მონატრებული ხმები. ტურიზმი, ნაცნობი თუ უცნობი ქუჩები, სასტუმროები, კაფე-ბარები, რჩევები და თბილისის ტური. გაიგე ყველაფერი ის, რაც ძალიან გიყვარს და გსიამოვნებს, რაც შენთვის საჭირო და სასარგებლოა. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ბახვას და ქეთას 3 ბლოკი. გადმოერთე რადიო ქალაქზე, FM 101.9. მოგესალმებით, ქეთა და ბახვა 3 ბლოკი რადიო ქალაქის ეთერშია. ჩვენი პირველი სტუმარი არის ლიტერატურული პრემია საბას ორგანიზატორი ქალბატონი მაია ძირკველიშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს, მინდა დავაანონსო და მაყურებელს ვუთხრა, რომ კარგი იქნება რომ მიაქტიურონ ზარებით, იმიტომ რომ დღეს ჩვენი რადიოს ეთერში გათამაშდება ფრედერიკ ბეკბედერის ფილმის სიყვარულის 3 წელი ცოცხლობს ბილეთი ნომერზე 771107. ამიტომ არ გამოტოვოთ, მე მგონი საინტერესო ჩვენებაა. 12 საათს ჩვენებას დაესწრება ასევე თვით ავტორი და მე შეგეძლებათ რომ რაღაცნაირად კითხვა-პასუხის რეჟიმიც იქნება, ამიტომ ადამიანებს ვინცაც სურვილი აქვს რომ დაესწროს ამ ჩვენებას, თვითონ ავტორსაც იხილავთ ამ კინოთეატრ ამირანში. ეხლა მე მგონი საბას კითხველებისთვისაც ასევე არის ხელმისაწვდომი შაბათს ბეკბედერის ფილმის პრეზენტაციაზე დასასწრები ბილეთი და ასევე პატივი რომ ავტორთან ერთად და ცნობილ თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ მწერალთან ერთად დაესწრონ ამ ფილმის პრეზენტაციას. კერძოდ ელექტრონული წიგნების სახლი საბა, რომლის მისამართია saba.com.gr სთავაზობს თავის მკითხველებს, რომ ვინც დღეს და ხვალ ის პირველ ნახევარში შეიძენს ელექტრონულ ვერსიას ბეკბედერის 2 წიგნს მიიღებს საჩუქრად 2 ბილეთს, რომელთაც შეძლებს დასწრებას ამ ფილმის პრეზენტაციაზე, ასე რომ დარეკეთ რადიო ქალაქში ნომერზე 2771107 და თუ ვერ დარეკავთ ან დაკავება და გხდებათ, შედით saba.com.gr-ზე, თუ არ ხართ დარეგისტრირებული, სასწრაფოდ დარეგისტრირდით და შეიძინეთ მისი 2 წიგნი, რომელიც საკმაოდ იაფიღირს, ელექტრონული ვერსია აქვე დავაზუსტებ და აუცილებლად მოხდებით თქვენ სახლობელ ადამიანთან ერთად პრეზენტაციაზე. არაჩვეულებრივი შემოთავაზება მე მგონი. მაიკო, თუ შეიძლება ვისაუბროთ პრემია საბაზე. ყოველწლიურად ეს ლიტერატურული პრემია იმართება, დაფუძნდა 2003 წელს და თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ წელს რა სიახლეები იქნება თვითონ კი, წელს საკმაოდ ბევრი სიახლე ერთბაშად შესთავაზა საბამ თავის გულშემატკივრებს და ლიტერატურის მოყვარულებს. მართლაც წელს არის მე-14 წელი, 14 წლის წინ დააფუძნა TBC ბანკმა და პენ ცენტრმა ეს ლიტერატურული კონკურსი, რომელიც არის ყოველწლიური და იქცა ყველაზე პრესტიჟულ არ მოვერიდები, რადგან სხვების შეფასებას ვეყრდნობი, როგორც ამბობენ, არის ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე სტაბილური ლიტერატურული პრემია, რომელიც თავდაპირველად გაიცემოდა 8 ნომინაციაში და წელს 12 გამარჯვებული ეყოლება და ახლოებით 4-ჯერ გაიზარდა საპრიზო ფონდი ამ ხნის განმავლობაში, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობაც, რადგან ესეთ ზოგად მიმოხილვას ვაკეთებ, ასევე გეტყვით რომ შარშან იყო 10 გამარჯვებული, დიახ და წელს 2-11 გამარჯვებული გვეყოლება და გეტყვით ესეც სწორედ ერთ-ერთი სიახლეს უკავშირდება, რაც წელს იქნება საბაზე წარმოდგენილი. უბრალოდ ამ მიმოხილვის სახით ცოტა ხნის წინ ზუსტად სტატისტიკას გადავხედეთ საბასი და დაახლოებით 105 პრემია თუ პრიზი არის ამდენი ხნის განმავლობაში გაცემული და 90-მდე სხვადასხვა ავტორმა მიიღო, იმიტომ რომ დაახლოებით 15 ავტორია, ვინც 2-ჯერ ან 3-ჯერ იქნა მიღებული. დიახ, 90-მდე ავტორმა მიიღო ამ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ რამდენიმე მათგანი გარდაცვლია, იმიტომ რომ საუბარია 10, 5, 13 წლის წინ დაჯილდოებულ ავტორებზეც, მათ შორის ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაცილეთ, 2 გზის ლაურეატი იყო საბასი და
წელს არის უკვე მე-14 დაჯილდოების ცერემონია. ლევანდელი საბა იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გამორჩეული. მოკლედ შევეცდები მსმენელისთვის განმარტო. ჩვენთვისაც საინტერესოა. ერთ-ერთი სიახლე მაგალითად იქნება ის, რომ დაემატა ახალი ნომინაცია საუკეთესო ელექტრონული წიგნი. ამ ნომინაციაზე განიხილება მხოლოდ ელექტრონული წიგნები. ანუ ისეთი წიგნები, რომლის ბეჭდური ვერსიაც არ არსებობს და საბა.com.gz-ზე არსებობს ელექტრონული სახით. ამით გვინდა რომ იმ ავტორებს, ვინც ან ფინანსური პრობლემების გამო, ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს ბეჭდური წიგნის გამოცემა გასულ წელს, რადგან ეს იცით საკმაოდ სერიოზულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. გვინდა რომ არც მკითხველების ყურადღების მიღმა დარჩნენ, მათი შრომაც შეფასდეს, დაფასდეს და გამომცემლობების ყურადღებაც მივაპყროთ, რომ სამომავლოდ გამოსცენ და ამიტომ ესეთი ცალკე ნომინაცია მივუძღვენით, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი გასცემს. 21 საუკუნეში მე მგონი ყველა გადასული ვართ რაღაც ამერიკაში. თან ეს არის დროის გამოწვევა, ეს არის ახალი თაობისთვის ძალზე მისაღები ფორმატი წიგნის, ამიტომ საბას ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედაც ელექტრონული წიგნების, ქართული ელექტრონული წიგნების შექმნა და მისი პოპულარიზაცია, რომ წიგნი აღარ იყოს ჩვენთვის მხოლოდ სახლში თაროზე შემონახული ნივთი, რომელსაც მხოლოდ მოცალეობის ჟამს თუ ჩაუჯდებით, არამედ ჩვენი ჯიბით ვატაროთ ჩვენი პირადი ბიბლიოთეკა და ნებისმიერ დროს თუნდაც 15 წუთი დაუთმოთ, თუნდაც ერთი პატარა მოთხრობის გადაკეთებას რიგში, ტრანსპორტში და აღარ იყოს სალაპარაკო ის, რომ დრო არ მაქვს რომ წიგნები ვიკითხოთ, იმიტომ რომ არ ჭირდება წიგნის წაკითხვა სინამდვილეში განსაკუთრებული დრო. ასევე გარდა ამ ახალი ნომინაციისა, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რაც საბამ შემოიღო წელს, ესეთი წესი დანერგა, არის ის, რომ შეიქმნა საბას მრჩეველთა საბჭო. ხო, ესეც საინტერესო იქნება. ესეთი ძალიან ღვაწლმოსილი მწერლებისგან, რომლებიც თავის დროზე საბას მიერ არიან დაჯილდოებულები ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. 3 წევრია ამჟამად ამ საბჭოში, ეს არის ბატონი ზურაბ კიკნაძე, დავით წერედიანი, პოეტი და მთარგმნელი და ვახტანგ ჯავახაძე, ცნობილი პოეტი და ლიტერატორი და ამ საბჭოს მთავარი მისია არის ის, რომ დაეხმაროს საბას ორგანიზატორებს ჟიურის შედგენაში. საბას ჟიური ყოველწლიურად იცვლება. მართალია ის კონფიდენციალურად რჩება, მაგრამ 5 წევრისგან შედგება. 5 წევრისგან შედგება და აქამდე თუ კონკურსის ორგანიზატორები არჩევდნენ ჟიურის წევრებს, გადავწყვიტეთ, რომ საბამ არის უკვე ისეთი ორგანიზაცია და ისეთი მოვლენა, რომელიც იმსახურებს უფრო ისეთი განსაზღვრული წესებით მოქმედებას და ამ წესების ჩარჩოებში უნდა მოიქცნენ თავად ორგანიზატორებით. ამიტომ ესეთი საპასუხისმგებლო მისია ვიფიქრეთ, რომ შეიძლება მივანდოთ თუ არა ყველაზე ღვაწლმოსილ ლიტერატორებს, რომლებიც არის სრულიად ნეიტრალური ადამიანები და ამიტომ მე არ მეგულება ადამიანი, არც ლიტერატორი, არც მკითხველი, რომელსაც არ ექნება განსაკუთრებული პატივისცემა და ნდობა ამ ადამიანების მიმართ და სწორედ მათი რჩევების საფუძველზე დაკომპლექტდა წლევანდელი ჟიური, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას და რომლის ვინაობა ტრადიციულად გამჟღავდება დაჯილდოების ცერემონიაზე სექტემბერში. და მესამე სიახლე აქვე ამასაც გეტყვით, სადაც თქვენი მსმენელების და ასევე ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა იქნება შესაძლებელი პირველად საბას ისტორიაში აი ამ კონკურსის პროცესში, კერძოდ ის, რომ ერთ-ერთ ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტში ასეთი ნომინაციაც გვაქვს. მკითხველსაც მივანდობთ თავისი ფავორიტის არჩევის საშუალებას. ჟიური აქ ტრადიციისამებრ გამოავლენს თავის რჩეულს, ანუ დებიუტანტს ჟიური ცხადია გამოავლენს და დააჯილდოვებს, მაგრამ ასევე დაჯილდოვდება იგივე პრიზით და იგივე ოდენობის საპრემიო თანხით ის დებიუტანტი ავტორიც, რომელსაც მკითხველი ხმის მიცემის პრინციპი. ეს პროცესი დაიწყება ივლისიდან, ჟიური ჯერ დაასახელებს ფინალისტების ვინაობას ყველა ნომინაციაში, მათ შორის დებიუტს, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული დებიუტანტია წელს თუ არ ვცდები, სადღაც 40-მდე დებიუტი არის და რამდენიმე მათგანი მოხვდება ფინალისტებში და აი ამ ფინალისტებიდან მკითხველები წაიკითხავენ, მათი წიგნები გახდება ელექტრონული ვერსიები უფასო, ამიტომ უფასოდ შეიძლება წაიკითხონ და ხმა მისცენ უფასოდ შეუძლია რომ გადმოტვირთოს, წაიკითხოს ელექტრონულად და საჭიროა რომ იყოს საბაზე რეგისტრირებული, რომ ჩამოტვირთოს საბას წამკითხվել აპლიკაციაში და გადახედოს მის და შეარჩიოს თავისი ფავორიტი და მისცეს ხმა. შეუძლია, ან როგორც კი გაეცნობა უკვე ამ ნამუშევრებს, შესაძლებელია რომ მე მისცეს ხმა. დიახ.
ძალიან საინტერესოა. ასევე მაინტერესებს გამარჯვებულ ავტორებს, ვიცით რომ სპეციალურ პრიზთან ერთად გადაეცემათ ეს ფულადი პრემია. ეს ფულადი პრემია იგივე რჩება, დავუშვათ რაც იყო წინასწარ. არა, ცხადია, გაიზარდა ამ ნომინაციების პროპორციულად 4000 ლარს იღებს ხელზე თითოეული გამარჯვებული ავტორი და იმ ნომინაციაში, რომელიც არის განსაკუთრებული და ასეც ქვია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ორმაგი თანხი გაიცემა, ეს არის 8000 ლარი. ამჯერად 11 ლაურეატი მიიღებს 4000 ლარს და მე-12 იქნება სწორედ წლევანდელი წვლილოსანი. ესე იგი, ის გადაგვრჩენია დაველოდოთ ივლისის თვეს. ივლისის დასაწყისში გამოცხადდება ფინალისტები და შემდეგ უკვე ამ ფინალისტებიდან შეირჩევა გამარჯვებულები, 12 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სექტემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე. კონკურსი დაწყებული არის, დაახლოებით 350 არის ეს წიგნია შემოსული და წელს ყველაზე მეტი რაოდენობის წიგნია შემოსული. ალბათ ეს ნომინაციების ზრდამაც განაპირობა და ზოგადად ავტორების აქტივობა, რა თქმა უნდა, ჟიური შეუდგა მუშაობას უკვე 2 კვირა არის და ეხლა წინ ელით ძალიან შრომატევადი სამუშაო, იმიტომ რომ ამავე დროს 5 კაციანმა შემადგენლობამ უნდა ასე ვთქვათ განიხილოს ყველა ეს წიგნების გარკვეული ნაწილი მათთვის ისეთ ნაცნობია, იმიტომ რომ ეს ყველაზე ისეთი აქტიური ლიტერატორები არიან, რომლებიც წლის განმავლობაში ისედაც ეცნობიან, მაგრამ უმეტესი ნაწილი საკითხვა მოუწევთ, რა თქმა უნდა, სწორედ კონკურსის პროცესში. ძალიან საინტერესო სიახლეებით დაგვიბრუნდა წელს, ასე ვთქვათ, ლიტერატურული პრემია საბა. ასევე ძალიან კარგია ჩემი აზრით, რომ ეს რაღაცნაირად ახალგაზრდებიდან ნებისმიერ მკითხველს შეუძლია, რომ თავისი მხრივ უფრო მეტი წიგნი თუნდაც ელექტრონულად გაეცნოს, ამ წიგნს შეიძლება საშუალება არ აქვთ იმისი, რომ შეიძინონ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისი პოზიცია დააფიქსირონ, ეს რაღაცა ჩართულ კითხვის სიყვარულში თუ მოწონებაში კიდე რაღაც ჩართულობას გაზრდის, ასე მგონია და ხელშეუწყობს იმ ახალბედა ავტორების, იცით რა, ეს დებიუტის ნომინაცია იმით არის განსხვავებული, რომ აქ სახელები და გვარები უდიდესი უმრავლესობისთვის არის უცნობი, როგორც წესი. სხვა ნომინაციებში თუ ბევრი ცნობილი ავტორი ხდება, მათი საყვარელი ავტორი და ამან შეიძლება ერთგვარი სუბიექტივიზმი შეძინოს მათ ხმის მიცემის პროცედურაში. ჩვენ შეგნებულად შევარჩიეთ ესეთი ინტერაქციისთვის სწორედ დებიუტის ნომინაცია ორი მიზეზით. ერთი, რომ აქ უფრო მიუკერძოებელი იქნება, იმიტომ რომ ყველა შენთვის ახალი სახელია და მეორე, იმიტომაც, რომ სწორედ ამ ახალ სახელებს, ახალბედა ავტორებს უფრო მეტი ხელშეწყობა ჭირდება და ამიტომ ამ ნომინაციაში გვინდა რომ სწორედაც 2 გამარჯვებული ყავდეს. არაჩვეულებრივი წამოწყება. გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმედი მაქვს, რომ ისევე მასშტაბურად და გრანდიოზული კიდევ უფრო მეტად შედგება წელს უკვე. მინდა ჩვენს მსმენელებს ვთხოვო, რომ იაქტიურონ, ვისაც სურს ფრედერიკ ბეკბედერის ფილმის ბილეთის და შეგიძლიათ დარეკოთ 2-67-11-07. ხაზზე მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. კარგად, დიდი მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? მე კარგად, გამიხარდა რომ მოვხდით თქვენთან. დიდი მადლობა, თქვენ გადმოგეცემათ 2 ბილეთი ფრედერიკ ბეკბედერის ფილმზე სიყვარული 3 წელი ცოცხლობს, რომელიც გაიმართება 12 მარტს კინოთეატრ ამირანში. ამიტომ გელოდები დანარჩენს უკვე პროდიუსერი არაფრის. მადლობა ზარისთვის. ვემშვიდობებით ჩვენ მსმენელს, კარგი ესეთი აქტიურობა. ელოდებიან ახალგაზრდები ფრანკ მწერალს. რეკლამის შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით უკვე ჩვენს ახალ სტუმართან ერთად. ვემშვიდობებით მაიკოს, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მეორე ბლოკში შეხვდებით მწერალს და პროდიუსერს ნესტა ნენე კვინიკაძეს.
კულინარია, საინტერესო ფაქტები, რეცეპტები, ბლოგები, სტუმრები, კულტურა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, სიახლეები, დებიუტები და კარგად ნაცნობი მონათრებული ხმები. ტურიზმი, ნაცნობი თუ უცნობი ქუჩები, სასტუმროები, კაფე-ბარები, რჩევები და თბილისის ტური. გაიგე ყველაფერი ის, რაც ძალიან გიყვარს და გსიამოვნებს, რაც შენთვის საჭირო და სასარგებლოა. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ბახვას და ქეთას 3 ბლოკი. გადმოერთე რადიო ქალაქზე FM 101.9.